Საუბრობთ პროფესიონალური ყავის მომზადების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ ხშირად დაუფასებელ საკითხზე – ჰიგიენაზე. ბევრი ბარისტა დიდ ყურადღებას აქცევს ყავის მარცვალს, რეცეპტს და აპარატურას, თუმცა ავიწყდება, რომ დაბინძურებულ აპარატში იდეალური ესპრესოს მომზადება პრაქტიკულად შეუძლებელია. ყავის ზეთები და ნარჩენები ყოველდღიურად გროვდება პორტაფილტერებში, ჯგუფებში, საშხაპეებში, კალათებში და აპარატის სხვა სამუშაო ნაწილებში. დროთა განმავლობაში ეს ნარჩენები დეგრადირდება და იძენს ძალიან სპეციფიკურ ტექნიკურ გემოს, რომელიც გადადის პირდაპირ ფინჯან ყავაში. იგივე ეხება რძის სისტემებს, კერძოდ საორთქლებს, ანუ სტიმერებს და სუპერავტომატური აპარატების რძის ტრაქტებს. დაგროვილი რძის ნარჩენები მალე ბინძურდება ბაქტერიულად და ქმნიან როგორც ჰიგიენურ, ასევე გემოსთან დაკავშირებულ პრობლემებს. სამწუხაროდ ბაზარზე დღემდე გვხვდება შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ყავის მომწოდებელი კომპანია მომხმარებელს არწმუნებს, რომ აპარატის გაწმენდა თვეში ერთხელაც საკმარისია. ან მიბმული აქვთ გეგმიურ ტექნიკურ მომსახურების დროსთან. ეს მავნე პრაქტიკა კომპანიების მხრიდან ან ხარჯების შემცირების სურვილით, ან უბრალოდ პროფესიული კომპეტენციის ნაკლებობითაა განპირობებული. ყავის აპარატის ყოველდღიური ჰიგიენა არ არის ტექნიკოსის მოვალეობა, ეს არის ბარისტას ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილი. ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ აუცილებელია აპარატის ჯგუფების სპეციალური ფხვნილით გარეცხვა, აპარატის რეცხვის რეჟიმზე გადაყვანის გზით, ხოლო პორტაფილტერების და კალათების მთელი ღამით სარეცხ ხსნარში დატოვება. იგივე მეთოდით აუცილებელია რძის საორთქლების სპეციალური პროფესიონალური ხსნარებით გარეცხვა, რაც ძალიან მარტივია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ხორციელდებოდეს სპეციალურად ამ დანიშნულებისთვის შექმნილი ხსნარებით და არა მხოლოდ წყლით. ასევე მსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც არა დღის ბოლოს, არამედ უშუალოდ მუშაობის პროცესში უნდა მეორდებოდეს. ყოველი ფინჯანი ესპრესოს შემდეგ მოხსენით ჰოლდერი ჯგუფიდან და მოახდინეთ ჩამოსხმის ღილაკის 2-3 წამიანი აქტივაცია, რათა ჯგუფიდან და საშხაპეებიდან ჩამოირეცხოს წინა პორციის ნაწილაკები. ყოველი რძის ამოყვანის შემდეგ აუცილებელია გარედან გაწმინდოთ სველი ჩვრით სტიმერის მილი, რათა არ დარჩეს გამშრალი რძის კვალი და შემდეგ სტიმერის ღილაკის 2-3 წამიანი გააქტიურებით გამოდევნოთ მილიდან ნარჩენი რძე. მომხმარებლის ინტერესების დასაცავად ყავის აკადემია უკვე წლებია პროფესიულ წრეებში ამაღლებს ცნობიერებას და ყავის ობიექტებს ამარაგებს უმაღლესი ხარისხის სარეცხი საშუალებებით. ეს საშუალებები უზრუნველყოფს აპარატურის ეფექტურ წმენდასა და ჰიგიენას. სუფთა ყავის ტექნიკა და აქსესუარები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ კარგ გემოს, არამედ ჯანსაღ გარემოს პერსონალისთვის და თითოეული მომხმარებლისთვის.